ოცნების განათლების სამინისტრო ასეთ განმარტებას აკეთებს. გივი მიქანაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ ცვლილება ეხება არა მათ, ვისაც დიპლომში უკვე უწერია ბაკალავრი, არამედ იმ პირებს, რომელთა დიპლომებშიც არანაირი აკადემიური ხარისხი არ არის მითითებულიო. მისი მტკიცებით საუბარია ძველ, ეგრეთ წოდებულ ერთსაფეხურიან პროგრამებზე, სადაც კურსდამთავრებული იღებდა უბრალოდ დიპლომირებული სპეციალისტის სტატუსს. მოკლედ, ამ განათლების ეგრეთ წოდებულ დეფორმაში იმდენი სიახლე გამოჩნდება ხოლმე, რომ ყველაზე კომენტარია საჭირო და დამატებითი განმარტება და მერე კიდევ ქვე განმარტება, რომ გავიგოთ ბოლო რას უპირებს განათლების სისტემას ეს ხალხი. მარიკა გერსამია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უმაღლესი განათლების ექსპერტია ჩვენთან სტუდიაში. მადლობა. მარიკა, რა ხდება ამ მიმართულებით? ესე იგი, ხომ გამოგვიცხადეს, რომ როგორც ევროკავშირი არ არის პრიორიტეტი, ასე ევროპულ განათლებასთან ბმა არ არის პრიორიტეტი, 12 წლიანი სწავლა არ გვჭირდება, 11 გვჭირდება, იქ რაღაცა 4 წლიანი საფეხურის ნაცვლად 3 წლიანი და ასე შემდგომ. ახლა გვეუბნებიან, რომ ესე იგი მაგისტრის ხარისხის დიპლომიც თანაბრდება იმ დიპლომთან, რომელშიც არაფერი წერიაო, შენ თუ გაიგე რამე იქნება გაგვაგებინო. მივესალმები მაყურებელს და სოლიდარობა ჩვენს სინდისის პატიმრებს, ზია მაღლობელს მივესალმები თუ გვიყურებს და რაც შეეხება აი ამ ახალ ინიციატივას, მე პირველ რიგში მაინტერესებს თვითონ ზვიად გაბისონიამ თუ გაიგო რა თქვა. ხო, მე ეს კიდევ ერთ საკითხია, იმიტომ რომ ხვალ ზეგ მაზეგ ჩვენ შეიძლება ვნახოთ კიდევ ბევრი განმარტებები, ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო დიდ დაბნეულობას გამოიწვევს. აი ეს დაბნეულობის გამოწვევა არის კიდევაც მიზანი, რომ ქაოსი იყოს. ამას ჩვენ უნდა შევხედოთ ცოტა უფრო ფართო სურათში, რომ რეალურად ესეთი ინიციატივები არის ასოცირების ხელშეკრულების საწინააღმდეგო, შესაბამისად კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ქართული მისწრაფებების, ჩვენი ერის მისწრაფებების საწინააღმდეგო. ის რაც ხდება რუსეთში და ის რაც ხდება ევროპაში და რაც ხდება საქართველოში ერთმანეთთან არის კავშირში. 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის მერე რუსეთი დე-ფაქტო გამოვიდა ბოლონიის პროცესიდან. მან თქვა, რომ შექმნის თავის სუვერენულ სისტემას და დაიწყო ამ სისტემის მშენებლობა. ბუნებრივია იქ მას მოკავშირეები სჭირდება. ეხლა რა ხდება ჩვენთან? ჩვენთან როგორი განათლების სისტემა გქონდა ბოლონიის პროცესამდე. ეს იყო კორუმპირებული განათლების სისტემა, სადაც სარდაფში შეგეძლო დიპლომის აღება, ყიდვა და არანაირი ფასი არ ქონდა განათლებას. სირცხვილიც კი იყო ადამიანი, რომელიც ესეთი წიგნის ჭია იყო და უფრო სხვა რაღაცები იყო წახალისებული, ძველბიჭობა მაგალითად და ნუ ყველას გვახსოვს. ეს დრო და რუსეთი ყველაფერს აკეთებდა საბჭოთა დროსაც იმისთვის, რომ ქართველისთვის ჩაენერგა, რომ შენ ისედაც ძალიან ჭკვიანი ხარ, გენიოსი ხარ, არ გჭირდება სწავლა განათლება, მთავარია კარგი ხაჭაპური გააკეთო, კარგად ელარჯი გაწერო და ასე შემდეგ. და მოკლედ დანარჩენი გენიოსები ხართ ყველანი და ქართველებსაც ეს რაღაც ჯეროდა. ბოლონიის პროცესი, როდესაც დაიწყო 2005 წელს ბერგენში ჩვენ მიუერთდით აი ამ პროცესს, ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა ჰარმონიზაცია ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან. გადავედით სამსაფეხურიან განათლების სისტემაზე, შემოვიდა კრედიტების აღიარება და ძალიან ისეთი პროცესები წავიდა. მე მაშინ 2006 წელს განათლების სამინისტროში მუშაობდი. აი ტერმინების დონეზეც კი არ ვიცოდით, იმდენი სიახლე იყო ყველაფერში გვიწევდა ჯერ ჩვენ გარკვევა და აი ახალი კალაპოტი გაიჭრა, მთლიანად ახალი სისტემა აშენდა. ამან გამოიწვია, რომ აქ მიღებული განათლება ვალიდური იყო დასავლეთში და კონკურენტუნარიანი, ეს დიპლომი სკოლის, უნივერსიტეტის, ასე შემდეგ. დიპლომი რომ მიგვაქვს, იქნება ეს სკოლის დიპლომი თუ უნივერსიტეტის დიპლომი, ის ნდობას იმსახურებს და ის არის აღიარებული
კრედიტებიც არის აღიარებული და ეს კრედიტების ასე ვთქვათ ტრანსფერს ვეძახით ჩვენ ამას უმაღლეს განათლებაში, როდესაც აქ მიღებული კრედიტები შეიძლება გიღიარონ ყველგან ევროპაში მიიღო რაღაც ერთი რამოდენიმე თვე ისწავლო და აქ წამოხვიდე და აქ გიღიარონ და აი ამ სივრცის ნაწილად სადაც არსებობს თავისი ინსტიტუციური ნდობა არსებობს და თავისი თანმიმდევრული ლოგიკა აქვს ამ ყველაფერს. ამ ლოგიკის დარღვევა იწვევს უკვე გარკვეულ წითელ ხაზებს და კითხვის ნიშნებს, რომ რატო არღვევ ამ ლოგიკას. ანუ ეხლა რა ხდება? რომ პირველი რაც გააჟღერეს იყო ეს, რომ მე-7 და მე-6 საფეხური, 8 საფეხური არის უა ბოლონიის, ანუ ამ კვალიფიკაციების ასე ვთქვათ ის, რომ წარმოვიდგინოთ კიბე. მე-6 და მე-7 საფეხური იქნება ერთი და იგივეო. ანუ აი რო ვთქვათ, რომ მაგალითად სკოლას ვინც დაამთავრებს და 12 წელი ვინც ისწავლა, აი ახლა გახდება 11 წლიანი და მოდი ამ 1 წელიწადს მე სკოლის 1 წელიწადს ჩავუთვლი უნივერსიტეტის 1 წელიწადში. აი დაახლოებით ესეთ რაღაცას ამბობენ. ან ვინც 2 წელი სამაგისტროზე ისწავლა, აი ახლა 1 წლიანი გახდება, მაგრამ ის 1 წელი ასე წლების რაოდენობაზე არ არის მიბმული კვალიფიკაციები და არ არის ამ ლოგიკას არ ექვემდებარება. 2005 წელს, როდესაც ეს რეფორმა დაიწყო, მთავარი ამოსავალი იყო სწორედ აკადემიური ინტერესი და ევროპასთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია. ახლა მთავარი ინტერესი რა არის, რომ თითქოს ასე პოპულისტურად შეფუთული რომ აი ნახეთ თითქოს და გაგეხარდეს და მოგეწევს რომ უი რა კაია ბაკალავრის დიპლომი, მაგისტრის დიპლომი ხდება, რომ აი ესეთი მარტივი ნაკლების სწავლა რა კარგია, ნაკლების სწავლა რა კარგია და მეორე ის რომ რეალურად ხდება გამოშიგნვა აი ამ ინსტიტუციური მექანიზმების. რაც საბოლოოდ გამოიწვევს მაგალითად ბოლონიის პროცესიდან ჩამოშორებას, მარიკა. აი მაგალითად უკვე 11 კლასიანი განათლება, დიპლომი ამ სკოლის აღარ ჭრის ევროპაში. შენ კობახიძემ გამოგვიცხადა თუ სწორად მახსოვს, რომ დამატებითოგაც ვასწავლეთ თქვენ შვილებს 1 წელი ევროპაში. გეგონება ეს ასეთი ხელმისაწვდომია 1 წელი საქართველოს საშუალო სტატისტიკური ოჯახის პირობებში, რომ გაუშვა შვილი და 1 წელი დააფინანსო ევროპაში და რატომ როცა არის შესაძლებლობა რომ ეს არსებობს რომ პირდაპირ რატომ არის ეს ერთი და ეს არღვევს თუ არა აი იგივე მთავარი პრინციპი შენ თქვი რომ ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა და მთავარი ლოგიკა რაზეც საუნივერსიტეტო განათლება დგას ეს არის უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა ხო მაღალი ხარისხი გადაწყვეტილებები მიიღონ თვითონ ამასაც ართმევენ აი ამ ლოგიკის მორღვევა იწვევს თუ არა საბოლოო ჯამში საფრთხეს ბოლონიის პროცესისთვის და ღვთის თუ არა ჩვენ რუსეთის ნაწილად აი იმ რაღაც მართლა გაუგებარი სტრუქტურის ერთადერთი ადგილი სადაც ჩვენი დიპლომი პირდაპირ გაჭრის იქნება რუსეთი სკოლის კი ეს საფრთხე რეალური არის იმიტომ რომ აკრედიტაციის პროცესს აკანინებენ ამ შემთხვევაში და აკრედიტაციის პროცესი აი მაყურებელს რომ შევახსენოთ რა იყო როდესაც ასობით უნივერსიტეტი იყო საქართველოში აი ყველგან გახსნილი და ყველა დიპლომებს იძლეოდა მაშინ ჩატარდა ინსტიტუციური აკრედიტაცია რომელიც აი სწორედ ამ ბოლონიის პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო დაიხურა ეს უნივერსიტეტები დაახლოებით ჩამოვედით 35 თუ 38 უნივერსიტეტი იყო ეხლა ისევე გამრავლდა მაგრამ მაშინ ასე იყო რეფორმის წლებში და ხარისხზე ორიენტაცია მოხდა. ანუ რეალურად ჩვენ თქვით რომ რაღაც კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტი პროგრამა რომ და ეს იყო ევროპული სტანდარტები. დღეს რა თქმა უნდა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმიტომ რომ აი ესეთი ცვლილებები უკვე აჩენს დაბნეულობას რომ როდისა გაქვს რომელ წელს გაქვს აღებული ვინ აღიარებს ვინ არ აღიარებს და ისეთ კითხვის ნიშნებს ანუ ყველა ხიზირში რომ უნივერსიტეტი იყო და იმას რომ დიპლომი აქვს რომელსაც კაცმა არ იცის რა სწავლეს მაგრამ უწერია ეს ზოგადი პროფილი ისიც მაგისტრია კი დავსდევთ ხოლმე მათ განათლებას და ვეძებთ ეს უნივერსიტეტი საერთოდ ფურცელზე არსებობდა თუ სინამდვილეში არაერთი ფაქტია ასეთი და საერთოდ დიპლომი არ არის პრიორიტეტი ამ ხელისუფლების ეს ფაქტია მაგრამ ესე იგი იმასთან თანაბრდება ახლა მაგისტრის ხარისხი ხო?
ხო, ანუ ეს წარმოუდგენელი მავნებლობა არის, მე მესმის რომ შეიძლება მათ არ აღელვებდეთ საკუთარი ლეგიტიმაცია, მაგრამ აქ ასობით და ათასობით ადამიანის დიპლომის ლეგიტიმაციაზე არის საუბარი, რომელიც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ჩვენ უნდა გამოსავალზეც ვიფიქროთ, ხო? რომ ეს სად არის გამოსავალი? ხა რუსეთს აქვს თავისი გეგმა, მას უნდა საქართველოში განათლების სისტემის გამოშიგნვა, იმიტომ რომ მაინც ეს არის ინსტიტუციურად მიბმული ევროპულ დასავლეთზე, ძალიან მიბმული არის და ამისი ერთი ხელით მოსმით განადგურება მან ვერ მოახერხა და ამიტომ ესე ცოცავი ოკუპაცია ესე პატარ-პატარა ცვლილებებით ხდება გამოშიგნა. შეიძლება ფორმალურად დარჩეს ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტურა, შეიძლება ფორმალურად აკრედიტაციის ცენტრიც იყოს, მაგრამ ინსტიტუციურად და ფუნქციურად ეს უკვე ის აღარ იქნება, რასაც ევროპა აღიარებს ხარისხიან განათლება და ეს არის მიზანი სწორედ. ანუ ეს უნდა რუსეთს, იმიტომ მისთვის პრობლემა არის განათლებული ქართველი. დასავლეთზე მიბმული თან, დასავლეთში კონკურენტული არიანი ქართველი, რომელსაც აღარ მიუწევს გული პეტერბურგის უნივერსიტეტისკენ ან მოსკოვის უნივერსიტეტისკენ, როცა შეუძლია თანამედროვე ევროპულ უნივერსიტეტებში ისწავლოს, ხო? ისწავლოს, იმუშაოს უნივერსიტეტებში და ჩვენი არაერთი პროფესორი კითხულობს, აი ჩვენ გაცვლითი პროგრამებითაც მივდივართ ხოლმე იქ, მაგრამ აი ხა საკითხავი არის სად არის გამოსავალი და ჩვენ რა გვინდა, ხო? და ჩვენ როგორ მოქმედებთ ესეთ სიტუაციაში. იმიტომ რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ეს აი ეს დიფუზია რაც ახლა დაწყებულია, ეს გაღრმავდება, რა თქმა უნდა და ეს რღვევა იქნება ჩვენ უნივერსიტეტში პროფესორები ველოდებით, რეპრესიებსაც ველოდებით და კიდევ უფრო უარეს ველოდებით, რაც შეიძლება მოხდეს და ამ დროს ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუციის ასოცირების ხელშეკრულების და ჩვენი უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვა, მაგრამ უმთავრესად ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფოკუსის გასწორება. და ფოკუსის გასწორება უნდა იყოს ჩვენს მომავალზე. როგორი მომავალი გვინდა ჩვენ საქართველოში. რუსეთს როგორი საქართველო უნდა, ესეც კარგად უნდა გვახსოვდეს და ჩვენ როგორი საქართველო გვინდა და როგორ საქართველოში გვინდა რომ ხვალ ზეგ 10 წლის მერე გავიღვიძოთ, ესეც უნდა გვახსოვდეს და შესაბამისად სხვა ყველა მეორე ხარისხოვან და მეათე ხარისხოვან თემებს აი ჯობს რომ ფოკუსირებულად ვაკეთოთ, გადავარჩინოთ, მაქსიმალურად გადავარჩინოთ ის სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს დრო მოვა და ჩვენ დაუბრუნდებით ისევ ევროპული ინტეგრაციის გზას და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ის, რომ რუსეთი კარგად აკვირდება ამ ქვეყნის განვითარების ეტაპებს, რა თქმა უნდა, კრემლში აქვთ ასე ვთქვათ, საშინაო დავალებები მომზადებული და ამ პროტესტმა აჩვენა, რომ თაობა, რომელიც ამასობაში გაიზარდა ამ ქვეყანაში, საერთოდ ვერ საუბრობს რუსულად, ხომ? უმეტესობა მათგან საერთოდ არ არის მიმული რუსულ სივრცესთან და გახსნილია გზა დასავლეთის განათლების სისტემასთან, საზოგადოებასთან და ასე შემდგომ. რუსეთმა ამაში დაინახა საფრთხე და ჩვენ ვხედავთ უკვე, როგორც ცდილობენ ისინი გორის მასწავლებლებს თუ გავიხსენებთ აგერ და ასევე არა მარტო მათ საუნივერსიტეტო, ასე ვთქვათ, გამოფენებს მოწყობასაც გეგმავენ. აქ რომ რამენაირად მიიბან ახალგაზრდები რუსულ განათლებასთან, ხომ? აქ კიდევ ერთი საფრთხეა, რომელზეც ექსპერტები აკეთებენ აქცენტს, რომ მაინც და მაინც არ უნდა მიუხაროდეს არავის ისედაც, მაგრამ გრამატებითი ფაქტორით რუსულ უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ პირდაპირ საფრთხეა, რომ უკრაინის ომში ამოყონ მერე თავი იქიდან, მაგრამ აი ეს პოლიტიკა, ხომ, ყველა ინსტიტუტის გამოყენებას ცდილობს რუსეთი, ეს არის ზუსტად ჰიბრიდული და მათ შორის განათლება არის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ხო, რომელიც მომავალ თაობას ზრდის. მოდი, ხა ისტორიაში უყვარს გამეორებები, ხო იცით, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისთვის მოხდა ძალიან უცნაური რამ, რომ ძალიან მორჩილი ქართველი ერი უცბად სტუდენტობა გამოვიდა, აფეთქდა და დაიწყო ქართული ენის დაცვა და ყველას გვახსოვს რა მოხდა. ამის შემდეგ პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვალა.
საქართველოში განათლების გაუფასურება დაიწყო, აი კორუფციაში ჩაეფლო მთელი განათლების სისტემა და აი ეს მათი რუსი ქართველი ჩამოყალიბდა, რომელსაც აი საერთოდ არ აინტერესებს, არც განათლება აინტერესებს, არც ქვეყნის ინტერესები აინტერესებს, თავარია კონდეს საჭმელი, თავარია კონდეს ფული და აი ესე წარმოედგინათ, რომ თუ მაძღარი ქართველი იქნება, თუ კორუფციაში ჩაფლული ქართველი იქნება, მას ეროვნული ინტერესები აღარ ექნება. დღეს საფრთხე დაინახა რუსეთმა, ამის იდენტიფიცირება გააკეთა, რომ ახალგაზრდა თაობა არ არის მართული, მისი მართვა არის ძნელი და იმისთვის, რომ მოხდეს მისი დამორჩილება, საჭირო არის აი ეს ტოტალური ჩაგვრა დაიწყოს ახალგაზრდების, ისევ და ამისთვის განათლების აი ეს რეფორმა, რომელიც სწორედ აი ამ პერიოდში ჩატარდა, ქართული და ეროვნული რეფორმა, ეს ამისი გადახედვა მიმდინარეობს ძალიან სისტემურად. ჩემი მოსაზრება არის, რომ ამას არათუ ვერ შეძლებენ. ამაზეც ცხვირს წაიმტვრევენ და მოდით დაველოდოთ, როგორ მოხდება ეს ყველაფერი.